ბათუმის მესტიისა და რუსთავის შემდეგ ახალი იუსტიციის სახლი იქნება ქუთაისშიც. ეს იქნება ყველაზე დიდი იუსტიციის სახლი საქართველოში. ქუთაისელები და რეგიონის ცხოვრებლები აქ დღეიდან 150-ზე მეტი სახის მომსახურებას მიიღებენ. ახალ შენობაში იქნება განთავსებული პროკურატურა და ქორწინების სახლიც. საზეიმო ცერემონია ქალაქში საღამოს 6 საათზეა დაგეგმილი. ცერემონიის შემდეგ ჯგუფ მგზავრების კონცერტიც გაიმართება. 7 თვე 300-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი და იუსტიციის სახლი მზად არის რომ მიიღოს მოქალაქეები ქუთაისში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ თავისი მოცულობით სერვისის კუთხით ეს იქნება ყველაზე დიდი იუსტიციის სახლი, ანუ ყველაზე მეტი მოქალაქე სწორედ ქუთაისში მოვა დღემდე არსებულ იუსტიციის სახლებს შორის. ეს არის მეოთხე იუსტიციის სახლი, რომელიც ჩვენ გავხსენით საქართველოს მასშტაბით, რომელიც არის ინოვაციური და რომელიც არის გამარტივებული სერვისი ყველა მოქალაქისათვის, რომელიც თავიდან ბოლომდე მორგებული არის თითოეული მოქალაქის მოთხოვნაზე, რომელიც ძალიან 250-ზე მეტი სერვისისთვის მოდის იუსტიციის სახლში. Concept everybody is welcome to კონცეფცია ყველა იუსტიციის სახლში ერთია. მომხმარებელმა აქ ასობით სერვისი უნდა მიიღოს, ამიტომ მას კომფორტი უნდა დახვდეს. ტერიტორია მაქსიმალურადაა გამოყენებული იმისთვის, რომ თანამშრომლებმა სწრაფად იმუშაონ და მოქალაქეების სახელმწიფოსთან ურთიერთობა სასიამოვნო იყოს. These things will happen to anybody. ვისაც ეს ადგილი აქამდე ნანახია, ყველა მიხვდება თუ რამხელა საქმე გაკეთდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. იმის გარდა რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული თვალსაზრისით შენობა, ამის გარდა მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ზოგადად რეგიონში თავის ფუნქციიდან გამომდინარე. აქ მუშაობს დაახლოებით 300 ადამიანი და ყველა არის დასაქმებული ადგილობრივი კადრი. უმრავლესობა არის დასაქმებული ადგილობრივი კადრი. ეს ხელშეუწყობს ისეთი დიდი პრობლემის მოგვარებას ამ ქალაქში, როგორიც არის უმუშევრობის დონის შემცირება.